ესეც ქართული კინოს თვისებაა, რომ ყველაზე მაგარი ფილმი ქართულ ფეხბურთზე ქალის გადაღებულია. ნანა მჭედლიძეს ეკუთვნის პირველი მერცხალი, რომელიც 1975 წელს გამოვიდა ქართულ ეკრანებზე და მაშინვე იქცა ნამდვილ კინო ჰიტად. ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ მაშინ როცა ნანა მჭედლიძემ ამ სცენარზე დაიწყო მუშაობა, ლევან ჭელიძის სცენარია, ცინიკურად ეკითხებოდნენ, რომ რა იყო ნანა კინოსტუდიაში კაცი რეჟისორი აღარ დარჩა, ქალმა რო არ გადაიღოს ფეხბურთზე ფილმიო, მაგრამ აი ნანა მჭედლიძე ამით იყო გამორჩეული, რომ რასაც დაისახავდა მიზნად, საუკეთესოდ აკეთებდა. ნუ მარტო იმერული ესკიზები რა დღირს, რომელშიც მთავარი როლიც განასახიერა და თან დამდგმელი რეჟისორიც თვითონ არის და სხვათა შორის ამბობდა, რომ სად არ მომახვედრა ცხოვრებამ და არსად ისეთი ბედნიერი არ ყოფილვარ, როგორც ვიყავი ის პირველი რამდენიმე წელი, 10 წლამდე, როცა ცხოვრება გავატარე ხონში და ვცხოვრობდი ხონში და ეს თავისი ბავშვობის მოგონებებს მიუძღვნა ძალიან დიდი ოდა. და შემთხვევითი არ არის, რომ ფეხბურთზე ნანა მჭედლიძემ გადაიღო ფილმი, იმიტომ რომ ის იყო ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი. ნუ ბავშვობიდან იყო დინამოს დიდი ფანი, ყველა თამაშს ესწრებოდა თურმე და სხვათა შორის ამ ფილმზე კონსულტანტად მოიწვია გენიალური ბორის პაიჭაძე და ის ეხმარებოდა ფეხბურთელებს, როგორ დაედგათ ფეხბურთის სცენები და ფილმშიც რამდენიმე კადრში ჩანს სათაყვანო ლეგენდა ბორის პაიჭაძე. ნანა მჭედლიძეზე იმასაც ხუმრობდნენ, რომ ფილმი მის მიერ მოტანილი ტელეფონების წიგნიდანაც კი გამოვაო. ანუ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფურცლებიდანაც და ისტორიებიდანაც კი მას შეეძლო, რომ ფილმი გაეკეთებინა. და თავდაპირველად ფილმს არ ჰქონდა ესე ჩამოყალიბებული ფინალი, როგორ უნდა დამთავრებულიყო. ყველა იყო თანახმა იმაზე, ყველას უნდოდა, რომ ეს ფილმი ყოფილიყო ოპტიმისტური ფინალით. ანუ არ დასრულებულიყო ეს ნამუშევარი სევდიანად და მათ შორის ამის დამცველი იყო დოდო აბაშიძე, გენიალური მსახიობი, რომელიც იასონს თამაშობს, ეუბნებოდა, რომ ქალბატონო ნანა, ნუ იქნება ეს ტრაგიკული ფინალი და ფილმი დავამთავროთ ომახიანად დამთავრებენ ისედაც, მაგრამ ხო ხვდებით, ბედნიერი ფინალი, happy end-ით უნდოდა რომ დაემთავრებინა. და სხვათა შორის ფილმი რო გამოვიდა და ქალბატონმა ნანამ იმძლავრა, რომ ყოფილიყო ისეთ ფინალი, როგორიც იყო. სურათი მოხდა თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ირანში. შაჰის ფეჰლევის პერიოდია ეს, როცა სხვადასხვა ქართული ფილმიც ხვდება იქ და დასავლური სურათები ხშირად შედის ირანში და იქ იყვნენ ნანა მჭედლიძე, ფილმის რამდენიმე გმირი და მათ შორის დოდო აბაშიძე. და ძალიან სახალისო ისტორია, იქ ფურორი მოახდინა ამ ფილმმა, ნანა მჭედლიძემ პრიზი მიიღო საუკეთესო რეჟისურისთვის და მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის დოდო აბაშიძე დაჯილდოვდა. დოდო აბაშიძე შეხვდა დედოფალს ირანის, ფოტოც არსებობს ხელს როგორ ართმევს და თურმე იმდენად მოიხიბლა ამ ქალის სილამაზით, რომ ხელს არ უშვებდა. ხელი რო ჩამოართვა, აღარ უშვებდა და რაღაცა უხერხული პაუზა შეიქმნა და მე რო ეკითხებოდნენ, რომ ბატონო დოდო სხვა მსახიობები რომ ესო ხელი რო ჩამოართვი და აღარ უშვებდიო, ჩვენზე არ ფიქრობდიო და კი ვფიქრობდიო, ვაითუო, ეხლა ჩვენი თავებიო, როგორც პაატა სააკაძის თავი გამოუგზავნეს გიორგი სააკაძეს, ესე გაუგზავნონ შევარდნაც ესო. და თურმე ამ ფილმის პრემიერის მერე და ამ აღიარების მერე ყველა ვინც კი უცხოელი მოდიოდა გადამღების ჯგუფთან, ყველა ელაპარაკებოდა იმაზე, რომ რა საოცარი ფინალია, რა საოცარი ფინალი გააკეთეთ, ნუ ფანტასტიკური ფინალიაო და დოდო თურმე ეუბნება ნანა მჭედლიძეს, რომ ქალბატონო ნანაო, რა კარგი შეფასებები აქვსო ფილმსო, აი ძალიან ბედნიერი ვარო და ნანა მჭედლიძე ეს მართლა სიბრძნით სავსე ქალი დოდო აბაშიძეს თქვენობით მიმართავდა თურმე და უთქვამს ნანას, რომ აიო დოდო, თქვენთვის რო დამეჯერებინაო და ის ფინალი რო გამეკეთებინაო, რასაც თქვენ მეუბნებოდითო, რა იქნებოდაო და დოდოს უთქვამს, დავიღუპებოდითო. კიდე კარგია რომ არ დამეჯერეთო და სხვა ფინალი გააკეთეთო. ნუ ბევრი საინტერესო ამბავი ახლავს ამ ფილმის გადაღებას, რომელიც ფოთში მიმდინარეობდა. მე რამდენიმე წლის წინ ორი დარჩენილი ცოცხალი მსახიობი და ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს, მიშა კინწურაშვილი და ზურა შილაკაძე ჩავიყვანე იმ ადგილას და მოვაყოლე ეს ამბები იმ სანაპიროზე, როგორ იღებდნენ ამ გენიალურ აბაულას და ამ ფინას და ბევრი საინტერესო ამბავი გავიგე ამ ფილმის გადაღებების შესახებ. სხვათა შორის ბრიტანელებს ვინც თამაშობენ, ეს ბიჭები
არიან ამერიკელი მეზღვაურები, როცა ფილმის გადასაღებად სასტუმრო ფაზისში დაფუძნდნენ ქართველი მსახიობები და რეჟისორები. ამ დროს მოადგა გემი ამერიკელების სავსე სატვირთო გემი ფოც. აღმოჩნდა, რომ ამ გემზე გაჩნდა თაგვი და ეს უნდა სასწრაფოდ მიეხედათ ამ პრობლემისთვის და მოუწიათ ამ მეზღვაურებს იმავე სასტუმროში დაბინავება. და კინოჯგუფს რო ხვდებოდნენ მათი ასაკის ბიჭებს და გაიცნეს ერთმანეთი, მე გაიგეს, რომ ესენი კინოს ხალხი არიან და ნანამ ჭედლიძემ შესთავაზა, რომ მოდიო ბრიტანელები ამათ ითამაშონ და იმათაც არ ქონდათ იმ პერიოდში საქმე, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული სადეზინფექციო საქმიანობა მიმდინარეობდა იმ გემზე და ამ ბიჭებსაც ეცალათ ბორის პაიჭაძემ ამათაც დაუწყო ვარჯიში და სხვათა შორის პაიჭაძის იდეა იყო, რომ ჩვენ არ გადავიღოთ მსახიობები წელს ზევით სახეები და ფეხბურთი არ ითამაშონ პროფესიონალმა ფეხბურთელებმა. ეს ბიჭები უნდა დაუხვეწოთ ისე, რომ თვითონვე ითამაშონ და მართლაც ფილმში მონაწილე ყველა გმირი ქართველი თუ უცხოელი თვითონ თამაშობს. და აი ამ ამერიკელებს, რომლებიც ბრიტანელებს განასახიერებენ ფილმში, ავარჯიშებდნენ, დაიწყო დიდი მეგობრული ამბავი. ისე დაძმაკაცდნენ, რომ გურამ ფირცხალავას გასჩენია იდეა, რომ როცა ესენი აპირებენ უკვე წასვლას, მოდიო სვანური ქუდები ვიშოვოთო, ძალიან ისეთი გამძლე და ამ ქუდებით დაუხვდეთო სუფრაზეო ამ ამერიკელებსო და მერე უცებ გადმოვაბრუნოთო და ღვინო ჩავასხათო და ეს ღვინო რო არ გაუაო, ესენი ახტაცებაში მოვლენო და მართლაც ესე მოიქცნენ, საოცარი დღესასწაული მოაწყეს. ეხლა წარმოიდგინეთ, იგი პოლიტე ხვიჩია როა, დოდო აბაშიძე როა, გურამ ლორთქიფანიძე როა, ვასილ ჩხაიძე როა, რა მოხდებოდა და ეს ამერიკელები ნანამ ჭედლიძე იხსენებდა, რომ ისეთი რაინდი ბიჭები იყვნენ, რომ ანაზღაურების მიღებაზე უარი თქვეს, როგორო თქვენო პირველ ქართულ ფეხბურთის ენთუზიასტებზე იღებთ სურათს და ჩვენო ფული ავიღოთ და უფასოდ ითამაშეს და როცა მოხდა დამშვიდობების დღე და მიდიან ეს ამერიკელები გემზე რო ავიდნენ, თურმე ისინი ხელს უქნევენ ქართველებს და თელს ფოთის სპორტის სანაპიროზე გადამღებ ჯგუფს, რეჟისორს, მსახიობებს, სცენარის ავტორს, ჩამცმელებს, კოსტუმერებს, აი თუ კი ვინმე იყო ქართველი იქ და ვინც ამ ფილმზე მუშაობდა, ყველას წასკდა ცრემლები. და ამ დროს რეჟისორმა ნანამ ჭედლიძემ დაიძახა. მე ვიცი როგორი უნდა იყოს ამ ფილმის დასასრული და ეს ცრემლიანი ფეხბურთელები ეს იდეა მართლა მაშინ გაჩნდა. 80-იან წლებში, 88 წელს, როცა პომპიდუს ცენტრში საფრანგეთში შედგა 100 ქართული ფილმის ჩვენება, იქ ფრანგმა კინომცოდნეებმა აღნიშნეს, რომ ეს ალბათ ერთადერთი ფილმია კაცების მონაწილეობით გადაღებული ქალის მიერ, როცა რეჟისორი ქალი მათ რაინდულ ქცევებს და იმედიანობას თხოვსო, რომ ისინი იყვნენ რაინდები და იმედით უყურონ მომავალს რა. აი ამას აღნიშნავდნენ, ასევე ობერჰაუზენის სპორტული ფილმების ფესტივალზეც მიიღო ჯილდო და ფილმს უწოდეს სპორტისა და იუმორის საოცარი შერწყმა და მართლა სამუდამოდ დარჩება ეს ფილმი ქართული კინოს შედევრად და ნანამ ჭედლიძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არ არსებობს კაცური თემები კინოში, რისი გადაღებაც ქალს არ შეუძლია, არ არსებობს და აი მართლა იმ მასკულინურ პერიოდში, როცა ამბობდნენ, რომ თითქოს ქალს რამე არ შეუძლია, ამ ქალმა აი ყოველგვარი რაღაცა გამოსვლების, ყოველგვარი პროკლამაციების გარეშე აი საკუთარი საქმით აჩვენა, რომ ქალის ადგილი არის ყველგან. ქალის ადგილი არის იქ, სადაც უარს გეუბნებიან ქალის, შენ თუ გჯერა რომ ამას გააკეთებ და ის მართლა იყო ფეხბურთის ენთუზიასტი ნანამ ჭედლიძე და იმიტომაც გამოუვიდა ეს საოცარი სურათი და აი ბევრი ესეთი თავგადასავალი ახლავს. ეხლა გახსოვთ თურქების ეპიზოდი, როცა წითელი ქუდებით რო არიან ამ ფილმში თურქები რამას ჩხიკვაძე ახმოვანებს. ეხლა ხალხო, იქ ხო არც ერთი სიტყვა არ არის თურქული. აი სიაფანდომ დხდლრომ აი ესეთ ფრაზებს რო ამბობს, რამაზმა ეს ისე იუმორით გააკეთა, რომ თურქულად არც ერთი სიტყვა არ ჟღერს, ყველაფერი არის მიბაძვით და თან ისეთი კულტურული პაროდია, რომ ამაზე ნერვები არც არავის არ ეშლება. აი საოცარი იუმორის ნაზავია ამ სურათში. ბრიტანელების აი ამ ინგლისურს, როგორც ისინი მეტყველებენ, ჩვენი სახელოვანი დიპლომატი გელა ჩარკვიანი ახმოვანებს, ესეც ბევრმა არ იცის და
ფრანგულს აი ამ კაბარეში ბადურ წულაძე რო არის ხელმძღვანელი ამ კაბარეს და ამათ რო ამეცადინებს იმას ახმოვანებს სერგო წულაძე პარიზელი ქართველი რომელიც საქმიანობაზეც ბევრმა იცით აი ესეთი ინტელექტუალური თანხვედრა გააკეთა ნანამ ჭედლიძემ და ის ამ ატმოსფეროს ქმნიდა ყველგან სადაც ის მოხვდა